გამარჯობათ ხალხო. გამარჯოს. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ? მიდი სწორად. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? როგორ ხართ? მომიჩვენა რაღაცა დამდიოდა თითქოს. როგორ ხართ, ჩემო თბილებო და ტკბილებო? დამცხ. თქვათ. რა? ის ფული ჩაგვი. ხო, აქედანაც მოვხადოთ, მადლობა ჩამოკარგო. დიდი მადლობა. გაიხარე. გამრავდი. ღმერთმა ბარაკა მოგცეს. ჩემო თბილო ადამიანი და ტკბილო. რომ გვახარებ ესე მუდმივად, გაიხარე. გამრავდი შენ ლამაზ ოჯახთან ერთად. გვიყვარხარ, გვეიმედები და აი იმედია რომ ერთმანეთს შევხვდებით და ჩავეხუტებით, მოვეფერებით ერთმანეთს და ერთ ფინჯან ყავას დავლეთ სადმე ერთად, თბილად და ტკბილად. გაიხარეთ, გამრავდით, შენ შვილებთან ერთად, შენ მეუღლესთან ერთად, რა ვიცი. ყველაფერი საუკეთესო მოგცეს უფალმა, შენ და შენს ლამაზ ოჯახს. კიდევ უღრმესი მადლობა ჩვენი გახარებისთვის, ჩვენი პატივისცემისთვის და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყო შენთვის. ღმერთის წყალობა გქონდეს და ღმერთი იყო შენი ფარველი და შენი ოჯახის ფარველი. ისაა რა კი არა და როგორ გამეცინა წეღან. მომწერე ინსტაგრამზე რომ ისაა რა ქვია. ეთქო ფული არ გჭირდებაო ხო და ის არის შეხადახან შეხედეო WhatsApp-ს. მეთქი რა ფული, რის ფული, სულ მეთქი რა ფული არ მჭირდება და რა ფულზე ელაპარაკ. მე შევედი ხალხო იმაზე რა ქვია WhatsApp-ზე და იმას ავქენი, ნახე. მეთქი რა ფული, სულ ვერ იმას ავქენი, ვერ მოვტვინე, მე რა ვიცი. ასე ვერ მოვედი. გადაგვაიწყდება. 1 საათი ფიქრობდი რა ფული. რა ფულზე საუბრობს თქო. რა ფულზე მეუნება 1 საათი ფიქრობდი და მე შევედი WhatsApp-ზე და იმას ავქენი, რა ქვია. ნახე. მოხადე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენი გახარებისთვის. როგორ გითხრა აღარ ვიცი. რაღა თქვა. ყველაფერი საუკეთესო შენ და შენს ოჯახს. იმედი მაქვს შევხვდებით, რა თქმა უნდა და მოვესიყვარულებით ერთმანეთს. ესე ახლოდან. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. კი. ნამდვილად გეფიცები ჩემი რჩვის რომ აი რაც მე ვერ დაგლოცო შვილო, რაც მე ვერ დაგლოცო ბუნების ძალამ დაგლოცოს და შენი აი დაგლოცოს ღმერთმა ჯანმრთელობა, ყოველი ნაბიჯი შენი დალოცვილი იყოს, ყოველი აღებული ფული დალოცვილი იყოს შენი და ჯანმრთელობას გისურვებ, რა ვიცი, პირველ რიგში და ღმერთის წყალობას და რაც თავარია მშვიდობას. ეგ მშვიდობაც საჭიროა, რა თქმა უნდა. ხალხო, ეხლა მაგას თავის თავალენ. ვერ გავიგე რა ხდება? ვერ გავიგე, ვერაფერი ვერ გავიგე. წეღანა ტელევიზიაშიც იყო ახლა რომ გამოდიოდი, არ ვიცი, ცეცხლის ისინი, ცეცხლი შეწყდაო, დაბომბები შეწყდაო და რა მოხდა და რა ხდება ვერ ხვდები ხალხო. ვეღარ გავიგე უკვე რა ხდება. ზოგი იმას აწერს, ზოგი იმას აწერს. უკვე TikTok-შიც იმდენი AI-ით გაკეთებული ვიდეოები იდება ხალხო. ფეიკი ვიდეოები. იმითი ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოები. იმდენი იდება. ჭუსტები ვიყიდე ხალხო. რა. ისინი 40 ზომაძელი. წებო, ჭუსტები ვიყიდე ხალხო. წება. ჩამოწარებული ქონდათ და აი მეორესაც აქვს. მოაწელო ის რა არის ეს? ქოშაც აწერია 40 და მანდ რა უნდა და მე რა ვიცი. 40 ზომა. რეისი ის არის აქვია. შაჰინ. კაი ის არის, კაი არც ეს კაი ხაზის. სად არის დამზადებული ნეტა არ აწერია? გიორგი შარვალი იყიდა. არ აწერია. წინდები იყიდეთ.
ჯუსტები ვიყიდე, კიდე რა ვიყიდე გიო? ის საფსულები ვიყიდე. ისინი რა ქვია? წინდები? ჩემი? და შარვალი სპორტული. და სპორტული შარვალი. Adidas. ვაი მე რა ვიცი ხალხო, ვერ გავიგე. ვერაფერი ვერ გავიგე. ნამდვილად აი მართლა ვერ არ ვიცი, ვერაფერი ვერ გავიგე. 12 დღიანი ომი შეწყდა? 12 დღე იყო თუ არ ვწდები. შეწყდაო. კარგია რომ შეწყდა, კაცო. მაგას რა ჯობია? მაგას რა ჯობია? რომ ადამიანი მშვიდად უნდა იყოს, ღმერთს მადლობა, რომ გადმოგხედა უფალმა, რომ არ დახოცა ამდენი უდანაშაულო ხალხი. ღმერთს მადლობა. და ხალხო, უფლისკენ უნდა ვიყოთ ჩემი არ მეშინია, მართლა აი ცი როგორი წარმოდგენა მქონდა, კი, აი ცოტას რაღაცას გავიფიქრებდი თითქოს, მაგრამ აი ცი როგორი წმენა მქონდა ხალხო, აი შეიძლება არ დამიჯეროთ და მართლა აი შეიძლება მართლა იგონებს ეს ქალიო, მაგრამ არა, აი არ მეშინოდა, აი თითქოს გულის სიღრმეში მქონდა უფლის იმედი. მე მაგალითად იმაზე არ ვფიქრობდი. იმას ააფეთქებს რა ქვია ზოგი რო იძახო და იმას ატომურ ბომბს თუ რაღაცას ეძახიან არ ვიცი. ხო. ბირთვულ ბომბს. ბირთვული იარაღს ააფეთქებს. საერთოდ მე მაგალითად არ ვფიქრობდი მაგაზე, რომ ააფეთქებდა. არც მე. იცი რა არის? ესეთი ველური ხო არ არის ადამიანი რომ საერთოდ ამოწყვიტოს საკუთარი ერით და სხვაც. ესეთი ველური ხო არ არის? მოწყდება გიორგი. რა თქმა უნდა. ხო და არა ელემენტარული სიტყვები. ესეთი ველური ხო არ არის? აი მე უფლის იმედი მქონდა. და მე უფლის მოსვლის არ მეშინია. იმიტომ რომ მე ცუდი ადამიანი, ჩემი ოჯახი და მე ნამდვილად არა, მე უფლის მოსვლის არ მეშინია, იმიტომ რომ უფალი მწამს, შეიძლება ტაძარში არ დავდივარ, შეიძლება ელემენტარული ყოველდღე მართლა ტაძრებში არ დავდივარ და არ იმოშვები, მაგრამ გულის სიღრმეში მახსოვს ის უფალი რომ ჩემთან არის. აი ყოველ ნაბიჯში ჩემთან არის უფალი, ნამდვილად და ძალიან იმედი მქონდა რომ უფალი არ გაგწირავდა და სატანას ხო მართლა რა მინდოდა თქვა. ის არის რა ქვია ისრაელში ცხოვრობ დიდი ხანიო და მოგესალმები აქედან მოგესალმები დიდი ხანია ცხოვრობ თუ ისრაელშიო და სულ გიყურებთო მე და ჩემი მეუღლეო ებრაელია მეუღლე ხო და მე და ჩემი მეუღლე სულ გიყურებთო მე უთარგმნი ხოლმეო რა ქვია რა ლაპარაკს საუბარს ხო და მოგესალმებით ებრაული არ ვიცი ხალხო ებრაული არ ვიცი და ებრაულად ვერ მივმართავ ინგლისური არ მგონია რომ იცოდნენ მაგათო ხო ქართულად ხომ მიმართავ თუ იცს არ ვიცი ხო გადაუთარგმნის გისურვებთ მშვიდობას ჯანმრთელობას კარგია რომ დასრულდა ეს ყველაფერი ნამდვილად კარგია რომ აღარ მოხდეს არც თქვენთან არც ირანში დაარსად ნამდვილად იქ უბრალოდ ეწირებიან ომს რიგითი ადამიანები, udanașaulო ადამიანები სამწუხაროდ და არ უნდა მოხდეს. იქაც ხო არის ახალგაზრდობა, ბავშვები, ქალები, კაცები, რა ვიცი, ყველა. უბრალოდ ადამიანები ხო არიან? ხო. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას. რაც თავარია მშვიდობა ყოფილიყოს მთლიან ერში, მთლიან სოფლიოში და გისურვებთ რა ვიცი ყველაფერი საუკეთესოს. გაიხარეთ, გამრავლდით, გაბედნიერდით და რა ვიცი, მთავარია მშვიდობა. მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა ირანს, მშვიდობა სოფლიოს. დანარჩენ სოფლიოს და ყველას. გაიხარეთ, გამრავლდით, რა ვიცი მე ნამდვილად მე შიში არ ქონდა, მე ვიცოდი რომ უფალი არ გვიღალატებდა და არ გაგწირავდა. მე გრძნობდი რომ უფალი თითოეულ ადამიანს არ უღალატებს და არ გაწირავს. მარცხენა ხელის გული მეფხანება კიდე რა ამბავია? რა ამბავია რა გეცა? რა ამბავია ხო? ის არის რაღაცა მინდოდა თქვა. ახლა ბებოცა იღებს ფულს. რაღაცა მინდოდა თქვა ხალხო. ო ელემენტა რა ამბავია? ეს რა ამბავია? კაია ხალხო, კაია რა ხამშვიდობა. კარგია რომ რაღაცა დასრულდა.
და არც ერთმა არ უნდა დაარღვიოს ის არა ქვია ეს მშვიდობის არა გიორგი რატომ უნდა იყოს გიორგი რატომ უნდა დაარღვიოს ელემენტარ აი გუშინას ჩამოწმინდა იაბლა არც ერთ მხარ იცით რა არის მაგაში გეთანხმებით არც ერთი მხარისდან არ არის გამართლებული ომი არც ერთი მხარე არ აქვს არ ყავს გამარჯვებული ომს მე თუ მკითხავთ მაგაში გეთანხმებით ომი რა გამარჯვება არის ომი და გამარჯვება ომი არანაირი არავის კონფლიქტი არ არის ელემენტარული სიტყვაზე ომი და ესე ბრძოლა და პოლიტიკას თავი დავანებოთ ელემენტარული აი ადამიანის სპორი და ჩხუბი თქვათ სიტყვაზე ოჯახი თქვათ აი ოჯახი ინგრევა ერთის მხარეც დამნაშავია მეორე მხარეც დამნაშავია ქალიც დამნაშავია როცა ოჯახი ინგრევა კაციც დამნაშავია ნამდვილად რომ იმდენი უნდა ეცადო რომ შეინარჩუნა შენი ოჯახი ხო და იგივეა რა მნიშვნელობა აქვს ომი იცი რა არის კონფლიქტის გადაწყვეტა ცივილური იმითით შეიძლება ხო კი შხუბი და ოლომტრიალით მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ აი არ შეიძლება ნამდვილად მესამე პირი არასოდეს არ უნდა შეერიოს ვიღაცის კონფლიქტში ოჯახი აი კიდე ცოლ-ქმარი იყოს გინდა შენ ის ცოლ-ქმარი მორიგდებიან ისინი თავისთვის ახლა ცემატყეპაზე არ უნდა გადახვიდე და არ უნდა მოკლა და არა უნდა იმას ცემატყეპა არა ცემატყეპა უკვე ომია ცემატყეპა და მისი პილება არ უნდა გადახვიდე მაგრამ ელემენტარული თვითონ მორიგდებიან ის მესამე პირი არასოდეს არ უნდა ჩაერო აი გინდათ ორი ქვეყნის კონფლიქტში ხო არ უნდა ჩაერიოს მესამე უბრალოდ აი მაგალითი მოვიყვანე მაგ მდგომარეობაზე აი ოჯახი რომ ინგრევა ერთიც დამნაშავია მეორეც დამნაშავია არასოდეს ერთმაც უკან უნდა დაიხიოს ოჯახის გამო მეორემაც უკან უნდა დაიხიოს იმიტომ რომ ელემენტარული მე ვადარებ უბრალოდ განამე იმას კი იცი რა მინდა თქვა კიდე ერთიც უკანაც უნდა კონფლიქტი უნდა მორიგდეს მშვიდობით სიმშვიდით ნამდვილად აი მაგალითად მე თქვათ რძალი მეყოლოს მე არასოდეს არ ჩავერევი ამათ ელემენტარულ ოჯახი არ არსებობს კონფლიქტის გარეშე და აი რაღაცას შელაპარაკების გარეშე მესამე პირი რომ ჩაერევა იმ ოჯახში ხო აი მესამე პირი მე უკვე სხვანაირად მიდის მდგომარეობა მაგრამ არ შეიძლება არასოდეს შეიძლება იმ მესამე პირსაც კარგად მოხვდეს მე ხო არა არ შეიძლება მე უბრალოდ არავის მდგომარეობაში არ უნდა ჩაერიო იცი რა არის აი მაგალითად ორი ქვეყნის კონფლიქტში რომ მესამე ქვეყანა ერევა ხო შეიძლება ის კონფლიქტი შენ შემოგიტრიალო ხო? კი, რა თქმა უნდა, თავისთავად. მოგიტრიალო, რა თქმა უნდა. ჩემოლამაზო და თბილო გოგო. მაზები რო გამომიგზავნეთ, რა კარგი მაზები არის. ვაიმე, როგორ მომწონს ეს მაზები, ნუ არ ვიცი. არ ბილებს კაცი, ხო? არ ბილებს გიო და აი იცი როგორი ეფექტია აქვს. თითქოს კანვა დაისვენა, აი რაღაც არის. ესე იგი, ქიმიური მელზე არ ყოფილა დამზადებული და მაგ. ხო, აი თითქოს რო წავისვა მას, ხო? ყოველდილითვისა და ელემენტარული რო თავისთავად წავისვამ, ხო? აი თითქოს აი კანი მშვიდდება, აი რაღაცას შვება კანი. აი ძალიან კარგი მაზები არის, მომეწონა მე ძალიან. ქიმიური მელზე არ არის დამზადებული. სხვანაირი მაზები, აი თიმუ არ თუ იმიდან რო ვიწერდი, ეიონიდან და იმიდან, ის იმდენად არ მიხდებოდა ეს მაზი, მაგრამ მიხდება. მაგას შენარევი აქვს მე მგონია ლიმონის იმაზეა დამზადებული რაღაც. ლიმონი არ არის ლოკოკინის მაზი. ეგა? ხო, რასაც გვალი. ხო. ხო. მაგას ლოკოკინას მე კარგი თვისება აქვს. იმის რეგენერაცია შეუძლია იმის რა ქვია. კანის. აი აქ ნაუჭები მქონდა გიორგი დაუკვირდი. აი ამაში ზოლები მქონდა, აღარა მაქვს ისე ზოლები. მე მიყური ნაუჭები. ხო. ივროშე ზოგადად ივროშე ფრანგული ის არის რა ქვია. ბრენდია ივროშე მაგარია. კარგი მაზებია მომწონს მე. მინდოდა მაგაზე თქმა და ეხლა რაღაცა უბრალოდ წამოვიდა. ივროშე მაგარია. რამდენი ხანი მინდოდა მაგაზე თქვა და გადადიოდა იმას ხარას საუბრობთ ხარას და მავიწყდებოდა და აი ეხლა ნამდვილად აი ესე კარგი. და მე მას გადაგვავიწყა ყველაფერი. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ზუსტად ამამე მას დამავიწყდა ეს პულიც აღარ მახსოვდა, მე რა ვიცი. აღარ მახსოვდა. აი მე იმდენი ვიცინე ხალხო რა ვიცი.
ამ ამბებზე ვიყავი ჩართული და ის სულ აღარ მახსოვდა. WhatsApp-ი კი არა, აღარაფერი აღარ მახსოვდა გონი. მაინც გაინტერესებს რომ რა ხდება. კონფლიქტი. ხო, მაინც გაინტერესებს რა ხდება. თან ბირთვული ქვეყანა ისა რა ქვია, ირანი და რა ვიცი. ღმერთმადლობა რომ დამთავრდა ის კონფლიქტი. ხო. კარგად ავარ. იმედია კიდევ არც დაიწყე, აღარც უნდა დაიწყოს საერთოდ. არც ერთმა არ უნდა დაარღვიოს ისა რა ქვია. ხელშეკრულება. ლაპარაკობ მეც ტრამპივით. ეს რანაირად არის? ელემენტარული სიტყვაზე არის. ჯვარს რომ დაიწერ და ხელს რომ მოაწერ, გიორგის ხო არ უნდა დაარღვიო რა. ხო, ხელშეკრულებაა, ხო. სიცოცხლის ბოლომდე, აი როდემდე იცოცხლებ, ხო უნდა იყოს. ხო. ერთად. ხო. ხო არ უნდა დაარღვიო ნამდვილად. მე არ წამს ეგეთი რაღაცა, რომ ოჯახები ინგრევა და რაღაცა უაზრო რაღაცა კონფლიქტის გამო. იგივეა, იგივე ხელმოწერა არ უნდა დაარღვიო ის ხელმოწერა. მაგაში ვერ დაგეთანხმები დედა. ოჯახი თუ ვერ ეწყობით ერთმანეთს და ბეგვავენ და იმას აშვებიან როგორ არა გიორგი მე ცემაზე და იმაზე კი არ ვიცახი. ზოგი სულ არ იცემს, ზოგი სულ არ იმაშვება გიორგი, მაგრამ და ოჯახში კიდე თუ ღალატია, იქ всё ყველაფერი დამთავრებულია. ხო, კი მართალია. ხო, მაგას ვამბობ ზუსტად. თუ უღალატე ადამიანს და დაარღვიე ის რაც ის არის რა ქვია. ელემენტარული ხელშეკრულების დარღვევა მაგალითად. ხო, რა, მეც მაგას ვამბობ, სხვას კი არ ვსვამ. და უბრალოდ არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა, რომ ვიღაცამ რაღაცა დაარღვიოს. გინდა ოჯახი იყოს და გინდა ქვეყნები, ხო? ახლა მე ოჯახად უბრალოდ ოჯახი თქვი უბრალოდ თორემ მე ვიცი ახლა ელემენტარული რაღაცა არ შეიძლება ხელშეკრულების დანგრევა. რატომ უნდა დაანგრიო? რაცა რომ იმედი აქვს იმ ქვეყანას შენი. ხო? რატომ? ხო. შენ ხო ის ახარ ქვეყნის მმართველი ხო? ქვეყნის ის ახარ. რა ქვია, ლიდერი. ხო, პრეზიდენტი თუ ვინც იქნები, ხო, მეფე იქნები თუ ვინც იქნები. ხო, რა მშულობა. და ქვეყანაში ამდენ ადამიანს შენი იმედი აქვს, ხო? რომ აღარაფერი მოხდება. განადგურება არ უნდა იყოს ნამდვილად. რატომ უნდა დახოცო ადამიანი უდანაშაულო? სიმართლე როგორ გითხრა პოლიტიკურ იმას ვერც გავიგებთ. ხო, რას გაიგებ? ვერც გავიგებთ. ძალიან ჩახლართული საქმეა. დიდად ჩაყიდული არც ვარ პოლიტიკაში, სიმართლე რომ გითხრათ. უშინ ხალხნო მტრები ისინი ხო დავწმინდეთ და მე აღარ გაჩვენეთ. აქ სულ მის რა ქვია ხალიჩა ხუაგია და სულ იმითი სველი ჟელიანი და დომესტოსიანი იმითი მოუსვი აქვს მოა პრიალე ის დავიღე მტვერი და სუფთავება ეს რანაირად ამაქ რკებივით ამოწეული კუჩორი გლახა თამაშები მოდა სეხალხლო რა ვიცი რა გეკეთი დუნაშული ორა ვაიმე ვის ლანძღავდა ხალხო თქვენ არიცით ისაო რა ქვია შენ ამასთან დაპირისპირება არაფერს მოუწევსო შეკინძო შეფოთოლო მე რა ვიცი ეს კინძი და ფოთოლი რანაირი ლაპარაკია რანაირი ლანძღვა ვერ გავიგი მე რა ვიცი ლანძღვა მე ვიცი რომ დედის გინება და ერთი ხო და რო აგინებ ვიღაცას გემრიალა და რო მიწევილი და დაწევილი და ეს რანაირი ლანძღვა მე ვერ ხვდები კინძო ფოთოლო და კიდე რაღაცაა თქვა იქ დაქნეული ყავს დაქნეული მე დედამთილი უარესი კიდე აი სასაცილო კი არ არის უბრალოდ კი არ დავცინით ხალხო უბრალოდ რატო იცი აი მხელი რატო ან მე ისე მგონია რომ ძალით აკეთებენ რაღაცას როგორ რა ის უნდა გქონდეს რა ქვია ფსიქიკური პრობლემა და მენტალური პრობლემა რომ იმას აქნა რა ქვია ხალხის დასაცინეთ თავი გაიხადო ეგ არის ძალიან სისულელე მთელი ქვეყნის დასაცინეთ გაიხადა თავი ამხელა ქა
შვენიერი ქალია ხო. რატო ხო. რატო უნდა გაიხადო შენ დალოცვი მუშაობდა სადღაც მე მგონი იქაც აღარ მუშაობს ორსულად არის ორსულად არა არა ყოფილა მართალი არა აბა მართალი არა ყოფილა აბა ხო მოცელი ხო ქონდა მე რა ვიცი არა ვარ ორსულად და თვითონ იძახის მე რა ვიცი გაანათებს ხოლმე რა გაანათებს ხოლმე მე რა ვიცი აკა რა არის მოჩვენება ხომ არ დადის ჩვენ ზავთან თითქოს შუქიანი თუ და ჭოქო ხო ხო ესენი ჩასატანი გო გიორგი შოთოსი ხარულიძემ და შოთა სიხარულიძემ თუ ვიღა შოთა თუ ვიღაცა მაგათი ვიდეოები დააიღეო ეუბნებიან შოთა სიხარულიძე ვინა ეგ არის ყველაფრის თავი და თავი მათ რატო აიღე იმებში ვინ ეუბნება აიღე ეგ კეთი რატო მე რა ვიცი ეგ არის ყველაფრის თავი და თავი TikTok-ში ო მაგას უხდიან ო ეგ არის იცი როგორებს ეძებს ცოტა იმებს ეძებს რა ქვია ვინც ჭკვიანი არ არის იმებს ეძებს ცოტა ტვინით რო ვერ არიან თავის მატორზე მაგებს ეძებს გამდით დაისა და იმას აქნა რა ამათ ორ კაპიკს აძლევს ისინი კიდე ის კიდე იღებს იმის ანგარიში აქვს მგონი ამათ ის გაქრა რა ქვია დარბაიზი შოთა ეგ აღარ მიგდებს ხოლმე რა ხომ მიასიკვდილა მაგ აღარ მიგდებს ხოლმე რა ვიცი აღარ ამოდის ნაპალეონს აღარ იძახის ისა რა ქვია ვინა აი ეს კეთი ქველაძე უხდის მაგას პულს ეგ არ ვიცი ეგ არ მგონია ეგ ჭვენი გოგო არის ეგ არ მგონია იმიტომ რომ მაგარ მანქანაც იყიდა და სახლი ეგ არ მიცემს არა ეგ არ მგონია ეგ ჭკვიანი გოგო ირინა რო არის პაპილომა ვიღაცა ეგ არის ორსულად ვინა ირინა რო არის რო ინგინებოდა ხოლმე ყვითელთვიანი იყო ქალი იყო TikTok-ში ეგეც 27-ზე მათხოვრობს კიდე მეორე ვიღაცა რო არის ირინე თუ რაღაცა ვინა რაჭველი და ჭაში თუ რაღაცა რო აქვს ახლა ეგ არის ხო ეგ არის ირინა აღარა აქ არის თბილისში ყვითელი თმა ქონდა ეხლა აღარა ყვითელი ირინა პაპილომა თუ ვიღაცა ეგ არის ვიღაცასთან რო იყო ახლა ხო მაგისგან არის ორსულად აღარ არიან ერთად დაშორდნენ ხო დაქორწინდნენ აღარ არიან აი მე ხალხო რა გასულელი და ხალხი რა ხდება კაცო უფალო გადმოიხედე რა აბერტ ერთი გვერდები და შემოწყორცნ ერთი სადღაც ღობეზე იმას აქენი რა ქვია აწყვიტეს ღობეზე ხო შეიძლება მითო შეკაცო ხო შეიძლება აწყვიტო ღობეზე რო აზრზე მოვიდეს ხალხი ძალიან არა ოღონ ძალიან არა კაცო ძალიან არა ოღონ ირინა მე აწყვიტე ბავშვი გააჩინოს ჯერ რა ვიცი თუ არის მართლა ორსულად და ბალიში თუ არ უგეთია იმირა სულელი არის ბალიში გაკეთება რაღა მე რა ვიცი თუ არის ორსულად საერთოდ და ბალიში არ უგეთია და ხალხს არ იმას აღშევა აწოდებს თავს რო პულები მე რა ბავშვი არ გაჩდება მე რა ვიცი აი საიდან რომ მოიყვანოს ბავშვი რო არ გაჩდება იცი რა მიყვირს ემიგრანტებზე არიან სულ ისინი რა ქვია ემიგრანტები ძირითადად ემიგრანტები ურიცხავენ დოლარებს და ევროებს და ნეტა სად აქვთ ამდენი ფულები არა უბრალოდ გიორგი შეიძლება დაეხმარო ადამიანს მე იმას გავიცან ეგ დახმარება არ არის დედა ის მათხოვრობენ და ურიცხავენ ეგ რანაირი დახმარება რო მათხოვრობ და გირიცხავს ერანაირი დახმარება დახმარებით კი ბატონო როცა სჭირდება მაგრამ რო არ სჭირდება ეხლა რა სჭირს ირინას TikTok-ში სამათხოვრო ხო? ხო შეუძლია რომ გავიდეს და იმუშაოს. და რო ითამაშოს კიდე იმას ვიზავ რა ქვია. თამაში რო ახოლმე და რა კოინებს რო უთხოვენ.
იმის საჭმელი რა გავაკეთო ახლა მე ახლა ფიქრობ დაუჭდე კარტოფილს შევწონი მაშინ რა ქვია დუხონკაში ან მაკარონს გავაკეთებ მაკარონი არ უყვარს ამდენად ჩემს რა გავაკეთო აღარ ვიცი რა ჰა კარტოფილი ჯობი დუხონკაში გავთლი და როგორ აქედან და დავა პაპრიკასში და იმაში გავაკეთებ ზეთში და მე გავაცხელებ იმას რა ქვია ჟარონას ზეთს დავაცხამ და შევხდი მე ვიცი ხარ ხოლმე რა ყველა კაგათი ყავს კი არ ვიცი რა ის კერუძახ მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება ასე არ არის მოსაწონი დედა ო რა არის ეს მოსაწონი ზიხარ და მათხოვნებ რაღაცა უაზროთ რა მე რა სიტყვებს იძახიან ქუჩაში აღარ ამბობენ მაგ სიტყვებს იქინძო და ფოთოლო ეს რანაირი ის არის რა ქვია რანაირიდან სხვა ვერ გავიგე კინძო და ფოთოლო კიდე რასა კინძო ფოთოლო და კიდე რაღაცა თქვა არ ბოლოში თქვა ფოთოლო და კიდე რაღაცა თქვა კინძის შუაში თუ არ ვწდები დღეს დადო არა რამდენი ხანია უდევს მავიწყდებოდა ხალხო თქმა ვერ ჩავწვდი რამდენიმეჯერ მოვისმენე ვერ ჩავწვდი მაგლანს ვარ მე მაგას რომ მასქნი ავსკროლებ ხოლმე არა მაქვს მე მაგათი ნერვები ვაიმე უჩი სად მინდიხარ ბიჭო ახლა შემიძლია კაცო ეს ვინ არის ხო არ მაცდის დაწოლას დაწოლას კი არა სუწევსო და დილას ავნახე თუ გუშინ იყო რა ვიცი სუწევსო სუძინავსო რაღაცა ვნახე იგივე რა არის დასრულელი ხალხი ვაიმე და ღმერთო იმაში რომ გამოვლენ ხოლმე ქუჩაში მე დიდი დინამიკით და რო ცეყვავენ და ბღავიან ხალხი არც უჩერდება მე ვაიმე ვიღაცები ურეკავენ ნომერზე ის არის რა ქვია დასცინიან ალბათ მაგ უბედურს მაგას ფეხზე ვდგავარ თუ ვიღაცა იმ დღეს ვიღაცა დაურეკა ფეხზე ვდგავართ ხალხიო ყველა ფეხზე ვარ თუ შენი გულშემატკივრებიო და დასხედით დამეღლებითო ფეხზე ვდგავარ არა ისაგიდე ხლა მაგის გულისთვის დღე დაღამ ფეხზე ვარ ახსერაზე დავდგები ჩემ გულისთვის არ დავდგები ფეხზე მაგის გულისთვის ეხლა ზუსტად ახლა თქვენი გულშემატკივრებიო გულშემატკივარი კი არა პირიქით ნერვებს მიშლიან მაგათი ნერვი მეცად აქვს მე არა მაქვს ეგეთების ნერვი უმრეკავს ვიღაცეები ნომერი საიდან გაიციან ამ ხალხმა გამაგებინა ხა დადებული იქნება სადმე და განგა Facebook-ი გაუტეხეს ვეღარ დაიბრუნა მგონი და ეხლა იქნება TikTok-ის ვიღაცამ გაუტეხოს რომ ვეღარ შემოვიდეს ერთის ნაკლები იქნება ის რო იყო რა ქვია ბათუმელი შპილკებით დამაგრებული რო დადიოდა და როცა ყვავდა ხოლმე ეგ მართლა ხალხს აიყოლიებდა ხოლმე როცა ყვავდა და ეგენი მარა სხვათა შორის მაგისი საუნდები ისინი საუნდები ტრენდი გახდა TikTok-ში ბევრი იღებს მაგის იმერებს საუნდებს თბილისში გადმოვედით კაცაღარო გვასვენებენო გადმოვედიო კაცაღარო გვასვენებენო მე და ჩემ მეუღლესო ოიძახოდა მე და უჩასო და კიდე იმას იზახოდა ხალხო ისა რა ალბათ ნახეთ ბალახი რა ფერიაო და ბალახი მწვანეა ხო არ მწვანე არა ლურჯი იყო უჩა ლურჯი რანაირად იყო ბალახი სადმე გინახავთ ხალხო ლურჯი ბალახი
რა ვიცი მე არ მინახავს პირადად ლურჯი ბალახი ყვავილი შეიძლება ლურჯი პერი იყოს მაგრამ ბალახი ალბათ ყვავილი იყო და ლურჯი ბალახი ალბათ დაბოლილები ხო არ იყვნენ თქო მე იმას ვიზახი ნუ სად იქნებოდნენ დაბოლილი იკეთებენ შეიძლება იწევიან რა ზოგი აი მე რა სამბობ გიორგი არიქ რას გაიგებ გამორიცხული არა მე როცა აბა ლურჯი ბალახიო ლურჯად გვეჩვენებოდა ბალახიო და რანაირად ეჩვენებოდა ლურჯად ბალახი ხალო რა მე ახალია ლურჯი ბალახი თუ მე არ ვიცი თუ რა ხდება არ ვიცი მე პირადად ვერ გავიგე მაგათი მახინაცია რა რასაკეთებენ ვერც გავიგე ვერ გაიგე კი არა ვერც გაიგე მე ფერი ვერ გავიგე მაგათი მას ვერ ჩავწვდი ალბათ ძალით შვება ხანდახანის მგონია რომ ძალით აკეთებს ორივე არა უბრალოდ კი არ მოშვებით მაგრამ აი ნამდვილად ახლა არ არის მიზანში მაგრამ ძალით როგორ აკეთებს ეგრეთ ამჯერებლად თუ მართლა ძალით აკეთებს ეგეთ რაღაცას კარგ მსახიობს კარგავს საქართველო მართლა იქნება სერიალში ან ფილმში გამოვიდეს და რაღაცა მართლა პოპულარობა მოიპოვოს ხო თუ მართლა ძალით აკეთებს რა ვიცი ვერ გავიგე მე პირადად მაგრამ რას გაიგებ ბოლომდე საკუთარ ცხოვრებას ვერ ჩაწვდები და იგდუნაშვილის ცხოვრებას ვერ ჩაწვდე დიდი რამე იქ ხო ზოგი ისე არის უკვე ეგიდუნაშვილის შეყრობილი რომ იმის ცხოვრებით ცხოვრობს ცხოვრობით როგორ მოვიცხოვრო შენც იმის გარეშე არ შეიძლება რამე გააკეთოს იმას აკვირდება სულ პაპარაცით ისინი ქმრები ხო ამოუქეკეს რამდენი ქმარი ყავდა რა ამბავია რა ხანა ქონდა არა ხანა ქონდა ქმრების გაკეთებული ეს მე რამდენია რა ვიცი ქმრები ამოუქეკესო მიცახოდა ყავდა და არა რასაბუდა ან იყვნენ ქმრები და ან არა კიდე ჩახდებული კი იყო იკაცებთან და სურათები იდო ეს შავი წყავდა ვიღაცა უცხოელი ქართველი არა იყო შავი კაცი წყავდა და ვინ იყო რა ვიცი ან იყვნენ ქმრები და ან არა კიდე რა ვიცი ხალხო მე ვერ გავიგე ვერაფერი და თავის საქმესაც თვითონიციან რა ვიცი მე გიორგი ნუ რა საქმეში ის დედამთილი ხო იმას აქნა ხო გამობრანჭა თმებიროში შეჭრა კი არა შეკორტნა იქაც ვერც მიხვდა გონი რანაირად შეჭრილი იყო რა იყო ის გეგონება იმა გადაიარა რა ქვია ბალახის საკრეჭმა მანქანა გაზონის საკრეჭი მანქანა რო გადაინის ეგრე არის იყო ზუსტად ვაიმე ხალხო ციმი რა უნდა და გლიჯა ითვერი არ ვიცი რა ხდება ან სამყარო იშლება შეშლილია კი ბატონო სამყარო არის ძალიან შეშლილი ზოგი სამყარო უბერავს არ არის შეშლილი ადამიანები არიან ზოგი უბერავს და ზოგი სამყაროზე ლამაზე არაფერი არ არსებობს აი იცი რა მინდოდა ხალხო თქვა ეგიდუნაშვილი და ის კი არა დავანებოდ მაგათ თავი რაც უნდათ იზაქნა აი ჩვენ თვითონ ვანადგურებთ ამ საოცარ სამყაროს თო კი მართალია აი თითოეული ქვეყანას რო გადავხედოთ როგორი ბუნება ხო დღეს აკაკი გიგენავას უყურებდი ხალხო რა ბუნებაში წავიდა ტრეილერით ხო ტრეილერით ხალხო ვაიმე იმნაირი ლამაზი იყო ნაძვნარით ყველანაირი ხელოვნური ტბა ნახა ტბა ნახა იმნაირი გაკამკამებული ქვები ჩანდა წარმოგიდგენია აი როგორ ლამაზი ქვეყანაა გინდა საქართველო იყოს გინდა ნებისმიერი საქართველოში მით უმეტეს ისინი არა ქვია წყლები მინერალური წყლებია ამდენი მთა გვაქვს ამდენი ისა გვაქვს რა ქვია სილამაზე ხო და ტყეში წახვალ კიდე იმას იზავ რა ქვია საქართველოზე ვიძახი ვანაგვიანებთ იმას რა ქვია ბუნებას გინდაც ისინი ეს ომები რო არის ანადგურებენ იმას რა ქვია ბუნებას ხალხო ნადგურდება რა თქმა უნდა
აბა ის რომ მოხდება ჰაერიც ხო ბინძურდება არა იმას ხო რაღაცა ბინძურია შიგნით რო ფეთქდება ხო და რატო უნდა იყოს აი არ უნდა გავაფუჭოთ ჩვენ სამყარო ჩვენ თვითონ ვსპოვთ ჩვენ სამყაროს რა თითოეული ერის კულტურა მერე ჩვენ საქართველოში უნიკალური კულტურა და მუსიკა გაგვაქვს და ცეკვა გვაქვს კიდე და თუნდაც სხვა ქვეყნები ხო თითოეული იმისი რა ქვია ერის ქვეყნის კულტურა არის საოცარი და რატო უნდა გავანადგუროთ ერთი ხელით მოსმის ყველაფერი არა რა ზომა იყო და შევა მე 6 ეწერება უკვე ახლა ვერ გავიხდი აი ვარ მოდი მე დავინახა უკან ის იქნება რა ღირდა ნიტა შევა 50 ის შერვალი არა ცუდი რა მოვიეს შარული 50 არის ძვირი არის გენაცვალეთ ჩაცმეთ ძვირი არის ხარ არის ხარ სტები რა ღირდა ნეტა ბებომ შემოიტანა და ხო. მე კიდე იქით ყავაზე ვიყავი და ჩაცმეთ ძვირი არის ალბათ აღარაფერი უნდა ჩაიცვა ჩხილები გავიკეთე ფეხებზე ამდენი ხანია არაფერი ჩხილების კი ვისწორ მაგრამ მანიკური არ მქონდა წასვლა წავისვი ჩემი გოგოს გამოგზავნილი მანიკულები მარიკუნი რა ლამაზი მანიკურები გამომიგზავნა და ლამაზები იყო აი დღემდე ისე აი იმას რო უყურებ იმ ჩანთას და მე რა საყვარელია ეგ ჩანთა პუნტულა ელემენტარული იმას რო უყურებ აი გული მევსება კოსმეტიკას სიხარულით და იმითი რა ქვია და რაც მე იმ ბავშვს ლოცავ თუ ერთი არა აცილოს უფალმა ოღონ კარგი ცუდი აცილოს მაგრამ კარგი ცუდი აცილოს და კარგი არა კარგი პირდაპირ კარგი არ უნდა აცილოს კარგი უნდა კონდეს ხო რა მინდოდა თქმა ვიღაცამ დაწერა რა გაცინებთ ომია იმაში ახლო ზავლეთში ვაიმე დედა მე აღარ ვიცინოთ ჰაიანებე გიორგი მაგდაი ადამიანს აზიაქცე ყურადღებას დაწერა არ ვაქცე ყურადღებას მაგრამ აღარ ვიცინოთ სიმის გული თუ ის რა ვქნათ ახლა რა უყო კი გული შემტკივა ყველანაირად გული შემტკივა მაგრამ უფლის იმედი მქონდა რომ გაჩერდებოდა ყველაფერი და მსხვერპლი მაგრამ თავი რო აქვს მიტყმული და დიდი ხანი ომი რო აქვს ტვინში ეგ მაგას რა თუნდა ლაპარაკი ახლა გონია შენი რატომ წეს ომია ქვეყანაში ღმერთის არ უნდა ეშინოდეს ეს უკუპართ რაღაცა წეს ომია ახლო აღმოსავლეთშიო თან გეოგრაფია კარგად ცოდნია იყოს კაცო ვაიმე ყველა კარგად იყოს მე დავიწყე მე ის ომი არა ელემენტარული სიტყვაზე ვიყოთ გიორგი ახლა ძალიან გული შემტკიოდა თითეულ ერზე თითეულ ადამიანზე რამდენი ქართველი იყო იქა არის რამდენი ის არის მაგრამ რა ვქნათ რა გავაკეთოთ კაცო ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლი მე უფლება რომ მქონდეს სულ შევცვლიდი სამყაროს სულ სიკეთისკენ წამოვიყვანო რა არის ის არის რა ქვია ტყუილა კი არ არის ნათქვამი ამ სამყაროს მაინც ვერ შევცვლით და რა თუნდა დავიკლოთ ძილი რა თუნდა დავიკლო მართალია ნათქვამი ამ სამყაროს მაინც ვერ გამოვასწორებთ და არ სიცილი რა თუნდა დავიკლოთ და ან ღიმილი კიდე ელემენტარული რომ ეკრანში შემოვიდე და 24 საათი ვიწუწუნო და ვიყუყუნო და დავიწყო ის რა ქვია ვაიმე და უიმე სასიამოვნო არის ყველა ვიცით რა ხდება როგორ არის რა მდგომარეობა იყო მაგრამ ახლა ჩემი წუწუნით და სიამოვნებათ ნამდვილად არავის არ ის სიამოვნება ეგ არის ძალიან გინდა მე ვიყო ელემენტარული ვიღაცას რო უყურებდი რაში მაინტერესებს რაზე არ მომეწონება მე იმის წუწუნი და ტირილი ყოველ დღე რო ვიდეოს ჩაწერს და ყოველ ვიდეოში რო ომზე ილაპარაკოს კარგი იქნება არა რა სისულელია არა იმედია მადლობა უფალს რომ მართლა მშვიდობით კიდე მშვიდობით მორჩა და დასრულდა კარგად ვართ და რა ვიცი მე კიდე იმედი მქონდა უფლის რომ უფალი არ გაფწირავდა და
ჩვენსკენ იყო და რა ვიცი მე რაღაცნაირად უნდა გითხრათ ხალხო ვინები არიან რა აიბიერი ვინ ამომშრალი და ამორეცხილი ისინი რა ქვია ბოტები რიკი დამტა რიმკი დამტა ახლა რაზე იცი რაზე იმასაშია როგორ იცი შენ რიკი დამტა რიკი ტიკ რიკი დამტა ვაიმე რა ვიცი რანაირად თქვა ამიტომ იცი რა არის ხალხო ნუ არავის არ მოусმინოთ არავის დაუჯეროთ იცინეთ კიდე ცეკვეთ კიდეც და ყველაფერი გააკეთეთ ამ ცხოვრებაში მაგის მეტი არაფერი შეგრჩებათ სიცილს და სხიმილს რა ჯობია ღიმილს იცილს ცეკვას თამაშს ო კაი განწყობას მაგაზე კარგი რა არის აი დავჯდე და ვიჭღავლო ყოველ წუთას დავჯდეთ და ვიჭღავლოთ არ არის სასიამოვნო ნამდვილად ისიც გვეყოფა რომ ომია ხო რა ხო ნაროდემდე უნდა არ არის ნათქვამი ომში წასული კაცი სიმღერით მიდიოდა ომში ძველად ხო იყო აი სიმღერით უნდა გაუწყვეთ ცხოვრებას და ომში მებრძოლი არის ყოველთვის გმირი ეს დაიმახსოვრეთ და ელემენტარული ომში სიმღერით მიდიოდნენ და ომი იუმორით და ყველანაირი იმითი სიტყვოთი ერთმანეთის შეყვარებით დაომარცხებთ იმას რა ქვია ბოროტებას ის კი არა რომ შვებით ესე ყვენთ ერთმანეთს არ უნდა უყვინოთ უნდა ვიყოთ ერთად ერთმუწა შეკრულები ერთად უნდა ვიყოთ და ერთად უნდა დავამარცხოთ ტერე ვერას დაგვაკლებს ტერიც და მოყარეც და რა დაგვაკლებს გელი ვერას დაგვაკლებს იგდე გაფრინდა ჩემო ძვირფასებ და შვიდობიანი ფრენა სად მიდიხარ ვინ გაფრინდით ხალხო აბა მითხარით დაწერეთ კომენტარებში ვინ გაფრინდით ვინ გადმოგვიფრინეთ თავზე კავარჯოვებაში ვაიმე კიდე რა გამახსენა სტუდენტი ვიყავი და მოვდივარ აქ მე და ჩემი დეიდაშვილი ყოველ პარასკევს გამოვდიოდით აქ შაბათ-კვირას არ ქონდა სწავლა და ყოველ პარასკევს წამოვიდოდით ხოლმე რა და აქ დედაჩემთან სახლში ყოველ პარასკევს მოვდიოდნენ საღამო პირი იყო სასწავლებლიდან მოვდიოდნენ დედაჩემმა რა თქმა უნდა იცოდა რომ ჩვენ აქ მოვდიოდით სახლში წინასწარი ვეთყოდით აბა რომ მივიდოდით რა სიტყოდა მაშინ სად იყო ტელეფონები და უბედურება ელემენტარული სიტყვაზე ვიღაცა მოდის მოვიდა ავტობუსთან 9 ნომრები დადიოდა ადრე ავტობუსი მოვიდა და მეუნება შვილო სად მიდისო ეს ავტობუსი და მევთხარი გამარჯვებაში მეთქი კიდე მეკითხა შვილო სად მიდის ეს ავტობუსი ქალბატონ ისა ბაბუა იყო ბაბუას ტოლიკაცი იყო ბაბუა მეთქი ის არის რა ქვია გამარჯვება სოფელი გამარჯვებაში მიდის მეთქი არ გესმით კიდე ცოტა ხანში მეკითხება კიდე სად მიდისო იმას ეგონა მე გამარჯვებას მეუნებოდი გაიგე ვაიმე მერე მძღოლი მოვიდა კაკრას უნდა გამოდი იმისავით მოვიდა ის არის რა ქვია და უკვე და ეთხელ და მძღოლს ეუნება სად მიდის გამარჯვებაში კიდე ვერ გაიგო სოფელი გამარჯვებაში მიდის სოფელში ამოდი თუ მოდიხარ წამოდიო თუ არა და დაგვალებე თავი იმისა იყოს თავიდან რომ ის დავიწყე იუთუბერობა და გამომწერება რომ ის ერთმა გამომწერება ის მკითხა სად ცხოვრობთო და გამარჯვებაში მეთქი და გაგიმარჯვოსო გამარჯვებაში ცხოვრობთ თქო და გამარჯვებაში თქო და გაგიმარჯვოსო ახლა გამოჩენილა სად არის ხო და ეგრე მეუნებოდა ახლა ვერ სოფელ მე მეწერე სოფელ გამარჯვებას მაინც არ მეუნებოდა გამარჯვებას მაინც არ მეუნებოდა და სად მიდისო გამარჯვებაში მეთქი და აიმე ის გავაგებინეთ რა მე მძღოლმა არ უღრიალა კი არ უღრიალა ჩქარი ხმა მაღალი სიტყვითა თქო უბრალოდ განაეჭყობა და რაღაცა ელემენტები კაცო ამოდი თუ მოდიხარ თუ არა და გამარჯვებაში მიდის კაცო რაღაც შემიჭამე გულიო
რა ცუდია. რა ცუდია რომ ვიღაცას ვერ აგებინებ. ვაიმე, მოხუცი კაცი იყო გიორგი და. ახლა იმას ეგონა ვერ გაიგო რამდენი ვიცინეთ იცი. ვაიმე რა სასაცილოა. ერთხელ კიდე მე და ჩემი დეიდაშვილები მოვდივართ სასწავლებლიდან, მესამე დეიდაშვილიც მოდის და დედაჩემი ის სამსახურიდან წამოვიდა და ჩვენ იმიდან სასწავლებლიდან პარასკევს და შაბათ-კვირას ადრე არ მუშაობდა ჩემი დეიდაშვილი. ვინა? შაბათ-კვირას იამზე რა და არ მუშაობდა შაბათ-კვირას? არა, მაშინ სმენობით კი არ იყო, სმენებში და ახლა სმენობით. და ის არის რა ქვია. დედაჩემო გამოგვიცხო ლობიანები, კარტოფილიანები და ხაჭაპური. დედა ჩვენ კარტოფილიანები და ლობიანები და ხაჭაპურები ჯამენით. დავსკდით რასაც ქვია. რა ამბავი იყო რა? პოლზე დავგორავდით ისე ქონა ღვინტიკი. თან მთელი დღე იცი რა ვქენით. არ ვჭამეთ არაფერი. გიორგი რომ აი მივართ იქა და ის არისო რა ქვია. ეგ ცუდია ერთად რომ მიასკდები ხო და საჭმელს. მივართ იქა და იქ შევჭამ ცხელის და გვხვდება თქო და აი შეჭამე ეს უყურზე დავგორავდით ვეღარავს უთქავდი. ძევი დახეთქა. მე დეჩემ გონებოდა ჭამე და ჭამდით ჩვენც რა ჯანდაბა არის რა ანატებს. აი სხვა შვება გიორგი. რა? ეს ანთებული ხო არ არის? არა. რას ხარ? ეს არ შვება არაფერს, იქ გარეთ ისმი დანიმას არ შვება და. ჩიტი მოფრინავს და ის ფრთა რო იმაშვება გიორგი. აი ჩიტი? ტრენდი. და ბალა. ტრენდი რო ფრთას რო შვება მანთხოს შუქია. ზევით იზის უყურე. ხო, აი ხო. მიხვდი. ხო, აი გაფრინდა მეორეც. დეგა აციმციმდება. ეს ხორი წვევა მეთქი აქვს შუქი მე რა ვიცი. ეგრეო ჩვენი საქმე ხარხნო. 47-ზე ვართ. 47-ზე. ო რა ვიცი, ეგრე იყო ჩვენი საქმე. ვაიმე რა სასაცილოები. გამარჯობაში. მეუბნება სად მიდიხარ? კიდე ასჩენა მკითხა ლამისა რა. მერე ცოტა ხანი გაივილი და გამოივილი და მოვიდო და შვილო სადმე ვინც იცი რა ეგონა გიორგი. სხვადასხვა იმ ავტობუსის იმას სხვა რა ეგონა რომ ვიკითხებიო. ვაიმე, შეძლო სკლეროზი ქონდა და სხვადასხვა ავტობუსში ეგონა რომ მიდიო. ვაიმე რა ვიცი მე რა ვიცი და ჩემი დეიდაშვილი მეუნება რაღა გაგუჭირა საქმე და მე ვთხარ დაანებე თავი მოხუცია. ვაიმე. როგორ არ მიყვარს 70-ჯი რომ ადამიანი რაღაცას გეკითხება და ვერ იგებს. როკენი. გავადები. ქარება გემართე. ქედნები არიან ჩვენი მეზობლის იმაზე რა ქვია. სახურავზე. ტრენდი რა ქედა. ქედანია მე, ქედანი ქვია მაგ ტრეცი. გარეული მტრედი. იგრი იყო ჩვენი საქმე, ჩიმოძვირფასება და თკბილებო და ტებილებო. ქედანი. აურა მზის უმზირა რო ქონდეს. ქედანი დაგოგამანებს. გავივლით, გამოვივლით. აი ამიდიო. აი კარგა რო დაბნილებოდა მე. მაინც გვიან ავწვევი 12-ზე პირველზე და გადააგდებს ახლა იქით. მოვიღებ მე. ძნელია ვერ ჩაწვდე. რაზე? გიორგი გაჩერდი. მე ყურება რა. თამაშო ბურთს. და უნდა დამცეს თავში. არ დაგეცეა. გეში. არ დამცე ბიჭო თავში თორე. მე ბავშვობას ისე ბურთს თამაშობ და. ჩვენებს ეის კარგად. დავიჭირე მიზანი მაგრამ იმაკ. ეგრეა ჩვენი საქმე. კიდე ის არის რა ქვია. რომ წავიდოდი სასწავლებლად. ვაიმე ერთხელ ეს დენები და ისინი რო არ იყო ხარხნო რო ქვია ადრე. ხო, სტუდენტი ვიყავ მაგ პერიოდში. ვაიმე. რუსთა ვაკედან მე-9 საავადმყოფო თუ ვაკეში თუ ვინმე გუყურებს ვაკედან მე-9 საავადმყოფო რო იყო ვაკეში. იქ ვიყავით პრაქტიკაზე. იქიდან წავედით იმაზე რა ქვია. დეიდაჩემსაც ცხოვრობს გიორგი და მავწყდა.
ავჭალა. ავჭალაში ფეხით. იქიდან ავჭალაში როკიდან. გავედით ფეხით. რანაირად? ხო, გზებით. ხო ვიცოდით გზები სად მიდიოდა და როგორ მიდიოდა და ავედით იმაზე. მიდან გავედით იმაზე, რა ქვია. ვაკიდან ჩაუხვიეთ იქა გავედით ვაგზალზე. ვაგზლის მოედანი ზე კიბერუარი ასასვლელი ხო იცი გიორგი? ხიძე რომ უნდა ო, ხიძე უნდა გადავიდეთ. იქიდან გადავედით, ვიწი რაღაცა და მაშინ ხიდები არ იყო ალბათ. თუ იყო? იყო კაცო, ის ხიდი სულ იყო. აი გიორგიო რაღაცა დაგღოღავს და ჭიაჭველა, გიკვეთს. სადა არის? აღარ არის. ჩამოვარდა იქ. მივასიკვდილე ეთყობა. გავისი შუბზე ჭიანჭველა. ისა. ელემენტარული რა ქვია. ეთომ ხეზე მიედი სადმე იყო. აი ლევსაყავ. ხო და იქ გაედე და თმებში იყო და ბობღავდა და მე ჯერ აკანა იყო და ბობ. აგერ ზემოდან და მე რიაკა. უნდა მოვაცალო ის რა ქვია, ის ლევს ისინი რა ქვია, ფუთლები. ხო და ის არის რა ქვია. იქიდან ხო გადავედით მე რეიზეს დავადექი და გავედით სუბოლოში. ვაგზლის მოედანი. ისე მეტროები არ მუშაობდა ალბათ ადრე დენი რო იყო. არ იყო რა დენი სად იყო მეტრო. მეტრო კი არა ის იყო. მაგრამ ხო გაიჩებოდა და რა აზრი აქვს. ერთხელ მეტროში გავჩერდით შუა იმაში რა ქვია ვაგონში. იმაში. ვაგონში. გვირაბში მაინ მერასაში. აურო ბნელდება. იცი რა ბნელა იყო. მე ფანერები დაგქონდა ჩვენ აი მხელა ფანარი მქონდა. აი მხელა ფანარი ისიანათებდა გიორგი რომ ვაფში მაგრა. ჯიბის ქურდები რო იყვნენ ხოლმე. ხო. აი მე ერთხელ კიდე მეტროში შემოვიდა თუსაც შემოვიდა აღარ მახსოვს ზუსტად. მე მგონია მეტროში თუ ტრამვაიში. და ვიღაცას გადაუჭრეს ასე ისა სუმკა. ჩანთა. და ხო უყურებ რო ჭრიან. ხო, ვერაფერს ვეთქო. ასე მითხრა, აი რაღაცნაირად ჩემ დეიდაშვილს დავლაპარაკობდა და ასე მითხრა გადაგისვა თვალებზეო. გაჩუნდი ახლა მე რა. ვერაფერს ვეთქვი. რას ვიტყოდი გიორგი, ვერც ვერაფერს და დაგაბრმავებს. მე კიდე ჩანთა გამიჭრეს კოსპენტები და ისინი კოსპენტები. მე ხო. მე რა მათ ფული არ მქონდა რა სამოიღები. წაიღეს. ის ქონდა კოსმეტიკის ჩანთა მქონდა ესე იმის ქონდა საფულეს. ხო. და ისე გონათ ფული, მაგრამ კოსმეტიკა მქონდა პომადა მედო, რა მედო კიდე. ერთი მწვანე ფანქარი მქონდა, როგორ მიდე იქ ფანქარი მწვანე. მწვანე და ლურჯი. ეგ მქონდა, ირა მქონდა. კიდე რაღაცა ეგონათ ფული, მაგრამ ფული არ მქონდა, ფული მაგაში არ მედო. იცი რა არის ჯინსის კურტკა მქონდა და ესეთი და ჯინსის კურტკას შიგნი მქონდა ჯიბე. ჯიბები აქვს. ხო, შიგნი და იქ მედო ხოლმე ფული. იმას ეგონა ფული მედო იმაში. და წაიღო ისე და წაიღე და ჯანდაბაში წაიღე მეთქი. სახში მქონდა იგივე ფანქარი და ისინი იგივეები და ვიყიდი. უკვე ილეოდა ის წასათლელი ფანქრები რო იყო ისეთი იყო და წაიღე და სიკვდილში პომადაც გააყოლე. ახლა ხო არ გავყვებოდი, თოსკერ მოვიკლავდი. მივხვდი, მაგრამ მე კონსპექტები არა გაღალდები რო წაიღოს? ის არ წაიღო კაცო. კონსპექტები. ხო, ისინი არ წაიღო. ციგნი მქონდა კიდე სამედიცინო აფსისკე და ამხელა. სკელი. აფსისკე იყო და ხო, სკელი, აი კარგა სკელი და მე უნდა მოუქნიო და ჩასვას იმათში. არა, რასა მოუქნიო, ამან წაიღო, მაგრამ ციგს არ წაიღე და ციგნი რა თუ ციგნი არ უნდა და იმას ფული უნდა და ხო? საფულე უნდა. საფულე ეგონა და წაიღო და ჩანთა მივიტანე გაჭრილი სახში. მოყარა მოყრიდი მე. აბა სიძავდი. ხო არა მოყრიდი. ვერიტყოდი ვერაფერს რა. ჯიბე შეხეს ჩაგიყოფდნენ. რანაირად აყოფდნენ კი ვერ იგებდი იმ ჯიბს. ოღონდ როგორ ყოფდნენ ერთი ეგ მაინტერესებს. ეხლა აქ რო ვიღაცა დაპუტაროს მაგალითად აქ. როგორ ვერ უნდა გაიგო? ვაი, რომ მიუბრუნდები ხო? ისეთ ვტკიცავ, რომ კურდობა საერთოდ დაავიწყდეს. ხო, რანაირად უნდა გაიგო? როგორ ვერ უნდა გაიგო, რომ უკან ვიღაცა დაპუტაროს ჯიბეში. მე კურტკის ჯიბეში ჩაყვებდნენ ხოლმე ხელს. ვაი მე ისეთი უნდა მიუბრუნდე შემოკრა, რომ
საერთოდ დაავიწყდეს ქურდობაც და საკუთარი სახელიც კი. დააბზრიალო. ხო, უნდა შემოკრა და ეს შემოაბზრიალო. ხო და ელემენტარული. რა შვებოდნენ მაგრამ. მე რა ვიცი. ნელაში ვერ იგებდი ჭყლეტვაში გიორგი. ერთმანეთს ახსკადე. ხო, ალბათ ის გეგონა რა ქვია. ჭყლეტვა. მაგრამ ჯიბეში რო ჩაგიყოფს ვიღაცა ხელს და გიფათურებს. მე რა ვიცი შვილო ეგრე იყო და რა ვიცი რა იყო მეც იმას ვიძახი. რა ვიცი მე არა ვარ ქუდი და არ მომპარი არაფერი და რა ვიცი. საერთოდ რო არც ეთყობა მე ადამიანს რო ქურდია რო ეთყობოდეს ხომ მიას იკტილები იქვე. თან ვითომაც არაფერი მოიპარავენ და მოიპარავენ დნერ ვითომაც არაფერი. ვითომ არ დაუმშავებიათ რა არაფერი. რო რამეს იმას იზავ რა ქვია. მათხბალიში. რო ეტყვი აქეთ დამნაშავის გამოგიყვანენ მე. რა ვიცი მე ხალხო რა ელემენტარულ რანაირად. მადლობა მეც რო ეხლა აღარა იყო ყველაფერი. არა არის მაგრამ ახლა რო იყოს ხო ვიღაცა რო ეგრე გააკეთოს ხო მიუბრუნდა შემოკარი. პირდაპირ გაშლილი ხელი უნდა მოხდეს. ბრიტები დადიოდნენ ადრე ბრიტები ხო იყო. ხო. და იმითი ისე გაჭრიდნენ ჭრ და უცოტა მოიღებდნენ. მოიღებდნენ. მაგრამ ჯიბეში როგორ ყოფილ? ჯიბეში ხელს როგორ ყოფენ? ეგ არის საინტერესო, როგორ ყოფდნენ? საინტერესო ეგ არის. თან ადამიანი რო ვერ წხვდება. ხო, აი ელემენტარულ ვერ წახვდები ადამიანი რომ იქ რაღაცა არის. ალბათ კურსები იყო რამე მაგის თუ რა ხდება. და იმას გადიოდნენ თუ რა ხდება. აი მე გიორგი ქუდი ყველაფერს მოახერხებს. თვალწინ იმას ხნის რა ქვია, აგაც ქლემფავე ყველაფერს. აქ წაპნის. შეიძლება სახში იყოს თქვა თუ ვიღაცა და ვერც გაიგო რომ ელემენტარული ვიღაცა შემოვიდა. ხო, ვერც გაიგო რა. ხო, ვერ გაიგო. ვიღაცა ისე უბრალოდ. ხო. ვითომ ის არისო რა ქვია, ძაღლებს მოვიყვანტო და ძაღლები ყავსო და აღარავინ შემოვა. რა ვერ შემოვა. იმ ძაღლს მიადუმებენ. აი კი ჩვენ შემოსახვეში დიდი სახლი მან ის სხვები ცხოვრობდნენ ეხლა სხვები არის. ხო. იმ ხელა ძაღლები ყავდათ გიორგი, იმ ხელა ძაღლები ყავდათ და დააძინეს ის ძაღლები და გაყურდეს ის ხალხი. ხო. რა გაზიდეთ ყველაფერი, ხო? ძაღლი რას გიზავს? მაგოხარება მაიციან ყველაფერი, მაგოხარება მაგათ. იციან როგორ უნდა გააკეთონ. ხო. ძაღლიც როგორ უნდა გააჩუმონ ის იციან. კი. რა ძაღლი რიზავ? ახლა მე მithumetes ახლადელი ძაღლები კატაც არ დაზევინ, აღარ დაზევინ და ქურდს გაეკიდებიან. 57. ვიყოთ ცოტა. ხო, და ელემენტარულია, რა ვიცი. ერთი პური მიეცი გაჩუმდება. ან კიდე ახლა მithumetes ისინი ტექნოლოგიებია, შოკიო და რაღაცეებიო, ელექტროშოკი. მიადი და მიიძინებს ეგრევე. ქვეყნის ისინი გახურდეს ახლა. კაი რა. ადამიანს თუ მოხერხება აქვს. რომელი სახლი გაგონდეს? აი იქ როა. ისინი რო ახოლმე ზაბორზე. რა ქვია? უი დედა. იცი აგა სახელი ეგა. ახლა ელემენტარულ სიტყვაზე ავიღოთ აი. რა არის ეგრე რა? რა ხდება? აი თქვა შეიძლება სახლში იყო და უცბად ისე აიღოს, წაიღოს რაღაცა, დაიკარგოს. ხო? რო ვერ გაიგო. აზრზე არა. აზრზე არა ხარ რა მოხდა? ვინ წაიღო რა წაიღო რას გაიგე? ხო. არა ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ მე აქ არაფერი დაკარგულია. არა, მაგრამ უბრალოდ აიცი რანაირად ალბათ ის უნდა ხალხუნო რა ქვია. ალბათ მოხერხება უნდა რანაირად უშვებიან აბა ხელი რო ვიღაცამ ჩაგიყოს ვერ უნდა იგრძნო. ვერ უნდა იგრძნო ხელი. არა ისე აკეთებენ ალბათ ვერ აგრძნო. ალბათ იმ ადგილებს სპეციალურად ირჩევდნენ, სადაც ჭყლეტვა იყო და იმიტომ რომ ის ჭყლეტვაში ვერ მიხვდებოდა ადამიანი. შეიძლება ჭყლეტვა როცა არის იმაში, მატარებელში ან ავტობუსში. უცბად შეგეხოს ვიღაცის ხელი ან მოგედოს, ხო? და ვერ მიხვდები. ხო, მართალია. აი მე პროფესიონალ. ხო რა, არიან. ეგეთი რატო უნდა დადიოდეს ქუჩაში მე? ხო უნდა დაიჭირონ. ხო, ადრე იყო ეგრე და დაიჭირეს. ადრე ეგრე არ დადიოდნენ. მე ისინი ავტომატებით. ხო, ახლა ავტომატები და ის მაგრამ უბრალოდ აიცი რა არის მართლა
მართლა მოხერხება უნდა მაგრამ მოხერხება უნდა ჩვენ არა ვართ ეგეთები და არ ვაკეთებთ ხო ელემენტარული ალბათ ხალხი არის ნახე როგორ უნდა მივხვდე რომ ვიღაცამ ხელი ჩამიყოს ამიტომ არის აი ერთ საათზე წავედი ამიტომ არის ელექტრო იმაში აი იმით ბარათი იმიტომ გაქვს მოიპარავენ ბარათს დაბლოკა ეგრევე შეხვა დაბლოკა მობილ ბანკით ჩაულებრივად მე გააკეთებ და იგივე თანხა იმაზე გიჭირება აღარ ბარათზე ხო და იმ ბარათს კიდე რო სულ რო იწვალოს კოდს ვერ გახსნის და ვერ გამოიტანს კოდი უნდა და არა მაინც შეიძლება რაღაცა ქნას გატეხვა შეუძლია კოდის ხო და რო დაბლოკავ იმას ვერ ხარ იმ ბარათს დაბლოკავ და ახალსვე შეუკვეთავ და ბარათი იმითვე მობილ ბანკითვე და მოგიტანენ აი მე ჩანთა რომ მიკეთია ხოლმე და გარეგლაკში რო გავდივარ შეიძლება ვიღაცამ უცბად ამოიღოს რას გაიგე ან ფული ან რაღაცა ფული რო გიდევს ან ტელეფონი ამოგიღოს ისა რა ვარი ძვირი ტელეფონია გაყიდის აიღებს ფულს ხო წინ უნდა ქონდეს ჩანდა იმას აშვები რა ქვია აი ესე მაქვს ხელი ახლა აღარ მგონი აღარ თვალთა ხედვის იმაში როგორ არა ბევრი არის ეგეთი ქურდი და მაიმუნი ამიქი იყვნენ და ადრე კი ეგენი იყვნენ მაგრამ დღესაც ბევრია სიმართლე ქურდი და მაიმუნი მოდი ახლა წავიდეთ შვილო კარტოფილსაც გავთლი თუ არა ოღონდაც ერთ რამეს ვიტყვი და იცი რა არ მესმის რატო უნდა იმას აქნა რა ქვია მოპარო ვიღაცას რაღაცა რომ შეგიძლია რომ წახვიდე და იმუშავო ხო გახვიდე იმუშავო შენი პატიოსნად მოიპოვი შენი ის ფული ხო ის არა ჯობია რა ჯობია იმას რა ქვია პატიოსნად ფული შორას არა უნდათ დაიპაროდნენ ალბათ რა ვიცი მაგრამ გარეთ მუშაობას არა ჯობია ვიღაცას მოპარო რა ჯობია მე უფალს როგორ უნდა შეხედო მეც ეგ მაინტერესებს ჰა რატო უნდა მოიპარო ვიღაცის რაღაცა გინდა ფული იყოს და გინდა და იმ ფულით ნაყიდი მე როგორ უნდა ჭამო ხო ფულით აი რა ხო უნდა დაგაღწოს იმ ფულით იმ არა ქვია ნაყიდმა საჭმელმა რავი არიან ალბათ არიან ეგეთი ხალხი რა ვიცი ვისაც უჩენიეთ რომ სხვას მოპარო წავედი ახლა ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბა კიდევ ერთხელ მადლობა ესეთი იმისთვის რა ქვია ჩვენი გახარებისთვის და ასევე თქვენც მადლობა ხალხო რომ კომენტარებს წერთ თმილ კომენტარებს გვიყურებთ რეკლამებსაც რო უყურებთ კარგად იყავით მაგრად მაინც ხალხო სახელს მომწერა წინაზე ერთმა სახელს რატო არ ამბობ და ეხლა გეტყვი ის არის არ მინდა რომ სახელი ვთქვა ხოლმე თვითონაც შეიძლება არ უნდოდეს არ უნდა ხო და მეც არ მინდა რომ თქვა 1000 ის არის რა ქვია გლახა არის ხო იცით ხალხო რა და შეიძლება ლანძღვაზე გადავიდეს და არ მინდა ნამდვილად გაიხარეთ გამრავდი გაბედნიერდი კიდევ დიდი მადლობა გაიხარეთ ჩემო თბილო ადამიანო ჩემო ტკბილო ღმერთმა ბარაკა მოგცეთ ჯანმრთელობა კარგად ყოფნა იგივე ხალხო თქვენს დიდი მადლობა ყურებისათვის მოსმენისათვის ელემენტარული ლაიქისათვის კომენტარისთვის რეკლამებისთვის და ყველაფრისთვის გაიხარეთ მოგეხსენებათ ზოგი რეკლამა დიდია გაიხარეთ გამრავდით გაბედნიერდით დიდი მადლობა ყველას თითეულს ვიყვარხართ გვეიმედებით და თქვენით მიმდინარეობს ეს არხი და გამოიწერეთ არხი თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები თუ მოგწონთ ჩვენი საუბარი თუ მოგწონთ ჩვენი 1000 იარული ხან იქ წავართ ხანაც წამოვალთ და ასე და ამაგვარად აბაჰე და აბაჰე დაგემშვიდობებით კარგად ბაი ბაი ბუი